ვისაუბრებთ როგორ დავიძინოთ ადვილად, ძილის პრობლემები უდიდესია. ყოველ მესამე ადამიანს ძინავს ცუდად და ამბობენ რომ აქვს ძილის პრობლემა. ეს უძილობა ან ძნელად ჩაძინება, ან ფრაგმენტირებული ძილი და ისევ დაღლილი გაღვიძება უფრო დიდი პრობლემა ხდება ასაკთან ერთად. თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აქვს 50 წლის მერე. ხმაძილის ფაზა დგება შედარებით ძნელად და ხდება უფრო მოკლე და ადამიანი ვერ იძინებს. მეორეს მხრივ სტრესი იმატებს დროთა განმავლობაში და სტრესი ხელს უშლის ხმაძილს და ძილის პრობლემა არ მოდის მარტო, სხვა პრობლემასაც იწვევს, მაგალითად ერთი ღამე უძილობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მეორე დღეს მათი გქონდეს მნიშვნელოვნად მომატებული უძილობა ზრდის დეპრესიის რისკს, მნიშვნელოვნად ადამიანს რომელსაც ქრონიკულად უძილობა აქვს, ძალიან ხშირად ემართებათ დეპრესია, ორჯერ უფრო ხშირად ემართებათ 100% ზრდის დეპრესიის რისკს. უძილობა ცუდად მოქმედებს სისხლის წნევაზეც. უძილობის შედეგად ადამიანებს მომატებული აქვთ სისხლის წნევა. მომატებული აქვთ დიაბეტის რისკი, რადგან ინსულინის მგრძნობელობა მცირდება, როცა ადამიანს კარგად არ ძინავს. ამიტომ უძილობა რეალურად არის უდიდესი პრობლემა, ამიტომ ვიტყვით, რისი გაკეთება შეიძლება რეალურად იმისთვის, რომ დავიძინოთ კარგად და რაც მეცნიერულად დადასტურებული, ანუ არც ერთი რასაც ვიტყვი ქვევით, არ იქნება ყურით მოთრეული ან ფსევდომედიცინა. რასაც ვიტყვი, ის კარგად შესწავლილი და არგუმენტირებულია სამედიცინო კუთხით. და ერთ-ერთი მარტივი რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის, რომ სანამ დაიძინებ დაახლოებით 1 ან 2 საათით ადრე, ლურჯ სინათლესთან შეხება შეამცირო. ანუ ეკრანს, ჩვენი ეკრანი ან განათებები, რომელსაც აქვს ლურჯი ნათება და ეკრანს აქვს ყოველთვის ლურჯი ნათება. და ეს ლურჯი ნათება პირდაპირ მოქმედებს ჩვენს თვალზე, ბადურაზე და ზრუნავს მელატონინის გამომუშავებას თითქმის 90%-ით. და ეს ეუბნება ჩვენ ტვინს მოკლედ, რომ ჯერ ძილის დრო არ არის. და როგორც მინიმუმ ცირკადული რითმი 30 წუთით იწევს უკან. ანუ როგორც მინიმუმ 30 წუთით გვიან დაგეძინება, ვიდრე გინდა. როგორც წესი და 10 წუთიანი ტელეფონის ხელში აღებაც კი საკმარისია ამისთვის. ჩვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ არსებობს რეჟიმები, ღამის რეჟიმი ტელეფონზე, რომელიც აყვითლებს ეკრანს და ლურჯი ნათება აღარ აქვს. ეგ ნაწილობრივ არის გამოსავალი, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ დაახლოებით 30%-ით ამცირებს აი ამ ლურჯი სინათლის ნათებას და მელატონინის სუპრესია მაინც ხდება. ანუ მელატონინი მთავარი ჰორმონი, რომელიც ეუბნება ჩვენ ორგანიზმს, რომ დაიძინე, მაინც ითრგუნება, მიუხედავად იმისა, რომ დააყენებ დაბალ განათებაზე ან ლურჯი შუქის გამორიცხავ განათებიდან ღამის რეჟიმით. მეორეს მხრივ რისი გაკეთება შესაძლებელი ამ დროს. ყველაზე მთავარი არის, რომ 90 წუთით ადრე დაწოლამდე დაანებო თავი ეკრანებს ყველანაირს და დროზე მორჩა სამუშაოს. თუმცა ახლა ვერ ხერხდება ზოგჯერ ეს, მაგრამ რას ვიზავთ? შესაძლებელია ის, რომ ღამის ხედვაზე გადაიყვანო, ღამის ნათებაზე გადაიყვანო ტელეფონი ან ლეპტოპი ან რაზეც მუშაობთ მოკლედ. მაგრამ მაინც სასურველია, რომ 90 წუთით ადრე, საათნახევრით ადრე გამორთო და ეკრანთან აღარ გქონდეს კონტაქტი იმისთვის, რომ კარგად დაგეძინოს. ასევე ღამე დაახლოებით 9 საათის მერე სახში განათებებს რომ ჩაუწიოთ დაახლოებით 30 ლუქსამდე. 30 ლუქსი დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ არის ისეთი განათების დონე, რომლის დროსაც ადამიანს იცნობ, მაგრამ
მადლობა რომ დაინტერესდი. ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით. არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა. თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვთ საშუალება, მხარი დაუჭირე არხს დონაციით. შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით. არასაკმარისი განათებაა რომ წაიკითხო. აი დაახლოებით ეს არის 30 ლუმენი. შესაბამისად ამ საკმაოდ დაბლა უნდა დაუწიო განათებას სახლში. თუ გინდა რომ კარგად დაიძინო. მეორე რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის რომ დასაძინებლად უნდა წახვიდე შუაღამემდე, ანუ 12 საათამდე, ეგ არის ოპტიმალური, რადგან ცირკადული რითმი, მოკლედ ადამიანის ემთხვევა ისე რომ ყველაზე ღრმად ეძინოს 10-დან 2-მდე, შესაბამისად ეგ არის ყველაზე ოპტიმალური და იდეალური. ხო, ნუ ძნელია რა თქმა უნდა რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ იდეალური ეგ არის, ამიტომ რომ ეს ანუ ადამიანები ვინც ზრუნავენ თავის თავზე განსაკუთრებით, მათ შორის ჩვენი პოლიტიკოსები თავის ჯანმრთელობას ვინც უფრთხილდებიან, წვებიან ხოლმე ადრე. და ნუ ახლა ეს სასაცილოა რაღაც იმ კუთხით რომ რაღაცა ადამიანების უმეტესობა არ წვებით ადრე და ამ კუთხით, თუმცა თუ კი სუფთად ვიტყვით სამედიცინო კუთხეს, რა თქმა უნდა 10-დან 10-ზე დაწოლა და დაძინება მიიჩნევა საუკეთესოდ. და უნდა ეცადოს ადამიანმა რომ თუ შეჩეული ხართ მაგალითად გვიან ღამე ძილს 15 წუთით ადრე დაწვეთ, მაგალითად 4 ღამის განმავლობაში დაწვეთ 15 წუთით ადრე. მე კიდე 4 ღამის განმავლობაში გადმოწიეთ 15 წუთით ადრე შეეჩვია ამას და ასე. ან 15 წუთით რომ გადმოწიოთ დრო. ეს არის მეორე რისი გაკეთება შეგვიძლია, ანუ ადრე დაწოლა. მესამე მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენი საწოლი ოთახი უნდა იყოს შედარებით გრილი 19 გრადუს 17-დან 19 გრადუსამდე, ეგ არის ოპტიმალური. ტემპერატურის დაბალი ტემპერატურა აუცილებელია კარგი ძილისთვის. რადგან დაბალი ტემპერატურა ღრმა ძილს აუმჯობესებს დაახლოებით 10-დან 20%-მდე. ამიტომ ჩაძინებისთვისაც მნიშვნელოვანია სხეულის ტემპერატურის დაწევა. აი ამიტომ ოთახის იდეალური ტემპერატურა საძინებლის არის 17-დან 19 გრადუსამდე. ნუ თუ უფრო ცხელია ოთახი, შესაძლებელია მისი განიავება და გაგრილება დაძინების წინ და ნუ გამორთვა გათბობის, რადგან უკეთ დაიძინებს ადამიანს. რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის კოფეინის შემცირება. კოფეინი სულ მცირე 8 საათით ადრე სამ დაძინებას დავაპირებთ. კოფეინი, ყავა, შოკოლადი, შავი შოკოლადი და ასე. მათ შორის ჩაიც შეიცავს. ოღონდ ნუ ადამიანზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომელზეც კოფეინი არ მოქმედებს, არიან ადამიანები, რომელზეც კოფეინი ძალიან მოქმედებს. ამიტომ იმის მიხედვით ზოგი ადამიანი უბრალოდ 3-4 საათით ადრე წვეთს კოფეინის მიღება, ზოგი 6, ზოგადად 6 საათი აქვს ნახევარდაშლის პერიოდი კოფეინს. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად 6-ზე თუ მიიღე 6 საათის შემდეგ კოფეინის ნახევარი იქნება შენს სისხლში, თუმცა ეს ნახევარიც იმოქმედებს, ამიტომ არის რომ 8 საათი მიიჩნევა ოპტიმალურად. ადამიანის უმეტესობა, ვინც მგრძნობი არიან ძალიან კოფეინის მიმართ, შეწყვეტენ კოფეინის მიღებას დაახლოებით 3 საათზე, ზოგი 2-ზე, ზოგი 4-ზე. ადამიანზე დამოკიდებული. და არიან ადამიანები, რომლებიც 12-ის მერე დილის, შუადღის 12-ის მერე ან შუადღის 12-ის მერე აღარ იღებენ კოფეინს, რადგან მათთვის ეგ არის ოპტიმალური რეჟიმი. მეხუთე რის გაკეთებაც შეიძლება არის ვარჯიში, ოღონდ ვარჯიში არა ძალიან ღამე. ეხლა რა შესაქმე, ვარჯიში ადენოზინის რაოდენობას ზრდის. ადენოზინი არის მოლეკულა, რომელიც გროვდება ჩვენს თავის ტვინში და რომელიც განაპირობებს ძილიანობას, ანუ დაღლილობას, ძილიანობის შეგრძნებას და უკეთესად გვეძინება. ანუ ადენოზინის დაგროვება
ღრმა ძილს დაახლოებით 25% დაუმჯობესებს. ამიტომ სასურველია რომ ვარჯიში შეწყვეტოს ადამიანმა რამდენიმე საათით ადრე დაძინებამდე. ეგ არის მნიშვნელოვანი, რადგან დასტაბილურდეს ადრენალინის დონე, კორტიზოლის დონე, სხეულის ტემპერატურის და ნორმალურად დაეძინოს. სასურველია რომ 3 საათით ადრე დაძინებამდე ვარჯიშისთვის ზოგადად დილის და შუადღის პერიოდია მიიჩნევა იდეალურად თუ გინდათ რომ ძილს ხელი შეუწყოთ. თუმცა აქ რა თქმა უნდა არის საკამათო, არიან ადამიანები რომლებიც რო უთხრა რომ დილით ადრე ივარჯიშეო, გეტყვის რომ სახსრების ამბავია და ტკივა და რა დილით ადრე ვივარჯიშო, ჯერ ცოტა გონს რომ მოვიდე 2-3 საათი მაგაში მჭირდება, რა თქმა უნდა ეგ ფაქტორი არის. მაგრამ სასურველია ზოგადად მაინც შუა დღისას ან უფრო დილის საათებში ვარჯიში, ნუ თუ არ ვარჯიშს, ნამდვილად ჯობია საღამოს ვარჯიში. მეექვსე რაც აუმჯობესებს ძილს, ეს არის ესე ვთქვათ განიავების რიტუალები, რაც ნიშნავს რომ სხეულს შეუმციროს სტრესი და პარასიმპათიკური ნერვული სისტემა გააქტიურო. ეს დაახლოებით 30% დაუმჯობესებს ჩაძინებას. მნიშვნელოვანი რა არის ახლა? ის რომ კონდეს რიტუალი, რაც ასოცირებულია ძილთან. შეიძლება იყოს მაგალითად თბილი ჩაის მიღება კოფეინის გარეშე. ან მსუბუქი კითხვა, ან გაჭირვები და ესეთი რაღაც მსუბუქი ძალიან მსუბუქი ვარჯიში. ან ცხელი შხაპის მიღება, ნუ ძალიან ცხელი არა თბილი. ან ნელის თქვა, ან სხვადასხვა რიტუალები, რომელსაც შეეჩვევა ორგანიზმი, რომ აი ამის მერე იძინებ. ანუ ძილამდე რაღაც რიტუალის შესრულება. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეშვიდე არის საკვების, განსაკუთრებით მძიმე საკვების მიღების თავიდან აცილება ძილამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საჭმლის მონელება ზრდის სხეულის ტემპერატურას და ეს ბლოკავს მელატონინს, ანუ საჭმელი თუ მოსანელებელი გაქვს მოკლედ მელატონინი იბლოკება. აქ რა თქმა უნდა არის ადამიანები არიან, რომლებიც განსაკუთრებით როცა ბევრს ჭამენ, გეტყვიან რომ აი ჭამის მერე ვითენთები და მეძინება, ხო ეგ არის ხოლმე, მაგრამ ჯამში განსაკუთრებით ღამე ხელს უშლის საკვების მონელებას, იწვევს გლუკოზის ფლუქტუაციას, ხშირად გაღვიძებას, ამიტომ ჯამურად უშლის ხელს ჯანსაღწილს. ამიტომ ღამე ჭამა არ არის სასურველი, განსაკუთრებით 3 საათით ადრე. ნუ თუ ადამიანი მაინც მშიერია, შესაძლებელია მსუბუქად რამის ჭამა, იოგურტი, ბანანი, ხაჭო. მაგრამ არა მნიშვნელოვნად, ნუ ეს მაგალითად იოგურტი, ხაჭო, ბანანი კაი იმიტომ არის რომ ტრიპტოფანის რაოდენობა ზრდის, ტრიპტოფანი თავის მხრივ მელატონის რაოდენობას ზრდის და ადვილად ჩაძინებას უწყობს ხელს ჯამში. აი ამიტომ მსუბუქად ესეთი საკვების ჭამა შესაძლებელია, მაგრამ მძიმე საკვები 3 საათით ადრე უნდა მოერიდოთ. მერვე რისი გაკეთება შეგვიძლია რომ ალკოჰოლი არ მივიღოთ. ალკოჰოლი პრობლემა იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში ჩაძინებას აადვილებს, მაგრამ ძილი ხდება ფრაგმენტირებული, ზედაპირული. ღამე ადამიანი იღვიძებს, გულისცემა ჩქარდება, იწვევს დეჰიდრატაციას, შესაბამისად ძილის ხარისხი არის ცუდი. ამიტომ ალკოჰოლის მიღება სასურველია რომ ძილამდე 4 საათით ადრე. ზოგადად არ არის სასურველი ალკოჰოლის მიღება, მაგრამ თუ მაინც მიიღებს ადამიანი სასურველი 4 საათით ადრე, ნუ თუ მაინც მიიღებ წყალი საკმარის რაოდენობით უნდა დალიოს ადამიანმა, ასევე მაგნიუმი სასურველია და ნუ 1-2 ჭიქა მეტი არა. მეცხრე არის რომ სახლში და საძინებელში გამოიყენეთ ყვითელი განათება, ყვითელი ან წითელი, ესეთ განათებას მინიმალური გავლენა აქვს. ან დღის განათება და ცივი ნათება უფრო მეტად ქმნის სამუშაო გარემოს
უფრო მეტად კარგია რა თქმა უნდა თუ სამუშაო გაქვს, მაგრამ თუ გეძინება მაგისთვის არის ყვითელი განათება სასურველი და არა დღის ნათება და არა ცივი ნათება, ამიტომ მოყვითალო მოწითალო მუქი განათებები მიიჩნევა საუკეთესოდ ესეთ დროს. მეათე რითი გაკეთებად შეგიძლიათ არის მაგნიუმის გლიცინატის დალევა. მაგნიუმის ციტრატის შესაძლებელია. მაგნიუმი მოქმედებს გაბას აქტივობაზე. გაბა არის ნეიროტრანსმიტერი, რომელიც ამშვიდებს და რომელიც ხელს უწყობს დაძინებას და კვლევით დადასტურებულია, რომ ადამიანი, რომელსაც უჭირთ დაძინება, მაგნიუმის მიღების შედეგად თითქმის 70% შემთხვევაში ძილის ხარისხი უმჯობესდებათ, ამიტომ მნიშვნელობა აქვს რეალურად მაგნიუმის მიღებას. ძილამდე დაახლოებით 9 საათით ადრე. 9 საათით ადრე. მაგნიუმი ასევე კუნთებს ადუნებს, ნერვულ სისტემას ამშვიდებს, კორტიზოლის დონესაც ამცირებს და ცირკადული რითმის სტაბილიზაციას იწვევს, რაც ერთ-ერთი საუკეთესოა, მოკლედ, რის გაკეთება საკვებ დანამატს შეუძლია, ეს მაგნიუმია 200-დან 400 მილიგრამამდე საღამოს. გლიცინატი არის საუკეთესო ფორმა ამ შემთხვევაში, რაც შეიძლება მიიღოს ან ბისგლიცინატიც, მაგრამ შედარებით ძვირია როგორც წესი, ამიტომ ჩოლური მაგნიუმის გლიცინატი მიიჩნევა საუკეთესოდ. მაგნიუმის ოქსიდი არა, იმიტომ რომ არ შეიძლება ძალიან სულად შეიძლება და იწვევს ფაღარად. ამიტომ მაგნიუმის ოქსიდი არა, ციტრატის შესაძლებელია ასევე მაგნიუმის ციტრატი. ეხლა შემდეგი არის მე-11 გლიცინი 3 გრამი ძილამდე. გლიცინი აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს, ესე საკვებ დანამატია გლიცინიც, ამცირებს ღამის გაღვიძებებს და აუმჯობესებს დაძინებას. გლიცინი სხეულის ტემპერატურას წევს ქვევით, პერიფერიული სისხლის მიმოქცევას ზრდის და ამიტომ გრილდება ორგანიზმი და ამიტომ უადვილდება დაძინება. ასევე აძლიერებს პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მოქმედებას, ზრდის სეროტონინის დონეს და სეროტონინი მერე მელატონინად გარდაიქმნება და სხეულის ტემპერატურას დაახლოებით 0.2-0.4 გრადუსი ცელსიუსით ამცირებს. და ასევე აძლიერებს ღრმა ძილს და ამიტომ არის რომ გლიცინი რეალურად ერთ-ერთი კარგია. საშუალოდ შესწავლილია, საშუალოდან კარგად შესწავლილია. შესაბამისად კვლევები აქვს გლიცინის რომ ეფექტური. მე-12 რითი გაკეთებად შესაძლებელია არის რომ ისეთი აქტივობები, რომელიც ორგანიზმის სტიმულაციას იწვევს, შეწყვიტო 9 საათამდე, მაგალითად მუშაობა შეწყვიტო 9 საათამდე, კოგნიტიური ჰიპერაგზნებადობა რომ შემცირდეს, რაც უშლის ხელს ძილს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანი თუ საქმეებზე გადართული, დოფამინი გამოიყოფა, ადრენალინი, ნორადრენალინი გამოიყოფა, კორტიზოლი გამოიყოფა, ყველაფერი ერთად ძილს თრგუნავს, მოკლედ. ან თუ შენ საქმეებზე ხარ ფოკუსირებული, ხო, თუ გადაითიშე და ძალიან დაიღალე და დაგეძინება, მაგრამ თუ კი, ყოველდღიურ რეჟიმში ხელს შეგიშლის ძილში. ამიტომ კვლევებიც ადასტურებს ამას, რომ ადამიანები, რომლებიც აქტიურები იყვნენ საღამოს საათებში, უჭირდათ შემდეგ დაძინება თითქმის 1 საათით. ამიტომ ყველაზე ოპტიმალურია, რომ მუშაობას თავი დაანებო 9 საათის მერე, მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტას თავი დაანებო 9 საათის მერე, კამათს და ესეთ რაღაცებს, მოკლედ არ უნდა აყვე, არ უნდა ინერვიულო. ასევე ერთ-ერთი მეთოდი არის ხოლმე, ოღონდ ეს ყველა ადამიანთან არ ამართლებს, რადგან ზოგ შემთხვევაში პირიქით შეიძლება გამომაფხიზლებელი ეფექტი ქონდეს, მაგრამ ცივი შხაპის მიღება ან სახის დაბანა გრილი წყლით, ხო, ეს რაშია საქმე, ასტიმულირებს, რომ ორგანიზმმა დაკარგოს სითხე, სითბო და გაგრილებას ასტიმულირებს ორგანიზმისას და ზოგი ადამიანისთვის ეფექტურია, მოკლედ და შესაბამისად აქტიურებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას და ეძინება მერე ადამიანს უფრო ადვილად. ერთ-ერთი ეგ არის ხოლმე სხვა შორის, საჭესთან რო ეძინებათ ხოლმე, ერთ-ერთი ეგ მექანიზმი მოქმედებს, განსაკუთრებით, ვინც ეს ღამე უძილოდ ატარებს ხოლმე გამთენიისას, ერთი დაღლილობა გროვდება, რა თქმა უნდა, მერე ის ხშირად არის რომ ჩაწევენ ფანჯრებს და გრილი ჰაერი უბერავს, გრილი ჰაერი კიდე სხეულის ტემპერატურას
ქვევით წევს, პარასიმპათიკური ნერვული სისტემა აქტიურდება და მე ადამიანს ეძინება ხოლმე. და ეგ დიდი პრობლემაა ძალიან რა თქმა უნდა. ამიტომ ნუ ზოგი ადამიანისთვის მოკლედ მოქმედებს ცივი ან გრილი წყლით ბანაობა, არა ძალიან ცივით და გრილი წყლით დაბანა სახის. შემდეგი რისი გაკეთება შესაძლებელი არის, რომ ტელეფონი უნდა მოაშორო, რა თქმა უნდა, რადგან ტელეფონი და ეს განათებები პირდაპირ მოქმედებს მელატონის პროდუქციაზე, მელატონის ამცირებს, რომელსაც ეგ რეალურად დიდი პრობლემაა, ამიტომ ჯობია რომ ტელეფონი კონდეს 2 მეტრით მოცილებული შენი თავიდან, ეგ არის ოპტიმალური მანძილი, რაც ჯობია რომ იყოს, ნუ ყოველ შემთხვევაში თავთან არ უნდა კონდეს არც ბალიშის ქვეშ. რეალურად ის არის რომ გაზომოთ ელექტრომაგნიტური გამოსხივება ტელეფონიდან, ტელეფონს რაც მეტად უახლოვდები, მოკლედ უფრო ძლიერი გამოსხივება. და ეგ ელექტრომაგნიტური გამოსხივება გასაგებია რომ პირდაპირ რაღაც ძალიან საშინელებას არ აკეთებს, მაგრამ პოტენციური კარცინოგენი შეიძლება იყოს თუ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ახლო კონტაქტი გაქვს. ამიტომ ჯობია ყოველთვის რომ ცოტა მოშორებით დაიდო. 2 მეტრი მიიჩნევა უსაფრთხოდ, ნუ ღამე რა თქმა უნდა შეტყობინებები უნდა გამორთო ტელეფონზე, არ უნდა გირეკავდეს და შენს მუდმივად არ უნდა გიშლიდეს ვიღაცა ან რაღაცა ხელს, ძილს არ უნდა უშილდეს ხელს. შემდეგი რჩევა არის რომ საწოლი ოთახი და საწოლი არ უნდა გამოიყენო სხვა რაღაცეებისთვის, ან ფილმების საყურებლად კითხვისთვის და მუშაობისთვის და ესე სკროლისთვის ან ფიქრისთვის, არა, უნდა შეეჩვეო ორგანიზმს რომ თუ დაწვევი უნდა დაიძინოს. ანუ ეს რეაქცია უნდა ქონდეს. ასეთ შემთხვევაში ეფექტურად დაგეძინება. და თუ კი სხვა რაღაცებისთვისაც იყენებ, მაშინ შეიძლება ხო, ნუ ესეთი ის არსებობს რა თქმა უნდა, რომ თუ კი დაწექი და 20 წუთის განმავლობაში ვერ დაიძინე, უნდა ადგე. ჯობია ადგე და გაიარო, გამოიარო. ოღონდ ნათელში და ისეთ იმაში ოთახში არ უნდა დაჯდე, სადაც გაკაშკაშებული იქნები, ბადას უგამოფხიზლდები. არამედ ისეთ ადგილას, სადაც იქნება შედარებით სუსტი განათება და ნუ აკეთო რაღაცა საქმე და მე ისევ დაწვე როცა იგრძნობ რომ გეძინება. შემდეგი რჩევა არის რომ ყოველ დღე ერთი და იგივე დროს გაიღვიძო. ერთ და იგივე დროს გაღვიძებით და ერთი და იგივე დროს დაწოლით. შენს ორგანიზმზე უბნევი რომ შენი ცირკადული რითმი მოაწყოს ესეთ დონეზე. ანუ ეს რეგულირდება, შესაძლებელია რომ ცირკადული რითმი ადამიანმა გადაწიოს, გადმოწიოს. ცირკადული რითმი არის ძილღვიძლის რითმი, იგივე ციკლი. და ამისი კონტროლი შესაძლებელია, რა თქმა უნდა, შესაბამისად თუ კი მუდმივად სხვა დროს იძინებ, იღვიძებ, ორგანიზმი იბნევა, ორგანიზმს უჭირს დაძინება, ამიტომ ერთ და იგივე დროს უნდა დაწვე დაიძინო. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ერთი რომ ბიოლოგიური საათი სწორდება, მეორე რომ კორტიზოლი სტაბილიზდება და მელატონის პიკიც ხდება გაანალიზებადი ორგანიზმისთვის, ანუ იცის როდის უნდა გამოიმუშაოს ეს მელატონი და არ ხდება რანდომულად და არ ხდება ქაოტურად. რომ 30 წუთს არ გადააცილო იქიდან აქეთ დაძინება ან არ დაძინება, არამედ 30 წუთის ფარგლებში იყოს ხოლმე. შემდეგი რაც რის გაკეთებაც შესაძლებელია არის რომ მედიტაცია ან ღრმა სუნთქვა დაძინებამდე, რომელიც ასტიმულირებს ცდომილ ნერვს, რომელიც პარასიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაციას იწვევს და პარასიმპათიკური ნერვული ტონი იზრდება ჩვენს ორგანიზმში და ეგ ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ადამიანი მშვიდდება, ტვინი ადვილად გადადის ბეტა ტალღებიდან ალფა ტალღებში და დაახლოებით 20% უფრო ადვილად ეძინება ადამიანს ესეთ დროს. სხვა სუნთქვითი პრაქტიკა შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა, მაგალითად 4-6-ზე სუნთქვა, რაც ნიშნავს რომ 4 წამის განმავლობაში ჩაისუნთქე წყვილით, 6 წამის განმავლობაში ამოისუნთქე პირით, 5 სუნთქვას ეძახიან, 5 სუნთქვა არის 4-4-4-4, ანუ 4 წამის განმავლობაში ჩაისუნთქავ, 4 წამი გააჩერებ, 4 წამი ამოისუნთქავ, 4 წამი გაჩერდები. ესეთი რეჟიმით და ნელი დიაფრაგმული სუნთქვა,
დიაფრაგმული სუნთქვა ან მუცელი რო ადის და ჩამოდის ეგ არის დიაფრაგმული სუნთქვა 10 წუთით ადრე დაწოლამდე ეგ მნიშვნელოვნად ეხმარება დაწოლაში, მნიშვნელოვნად ეხმარება ადამიანებს დამშვიდებაში, სტრესის შემცირებაში, ამიტომ ღრმა სუნთქვა მნიშვნელოვანია. დღის განმავლობაში შემდეგი რჩევა არის, რომ დღის განმავლობაში აიცილეთ თავიდან 20 წუთზე მეტი წამოწოლა, რადგან თუ კი დიდხანს დაწვევი ადენოზინი აღარ დაგროვდება შენ ორგანიზმში და აღარ ეტყვის შენს ორგანიზმს რომ მე მეძინებაო, ამიტომ ხო, კი, თუ ცოტა ხნით წამოწევები და 20 წუთამდე თუ წამოწევები, მაშინ ისვენებ კიდევაც და უფრო ყურადღებითაც ხარ, მაგრამ თუ კი დიდი ხნით დაწვევი, აი დასვენების შეგრძნება გექნება და მე გაგიჭირდება დაწოლა. ამიტომ 20-30 წუთზე მეტს ვინც წევს დღის განმავლობაში მას უჭირს მე დაწოლა 10-დან 20 წუთამდე დაწოლა კარგია და აი ეს პატარა დაწოლის ეპიზოდები 3 საათს გვიან აღარ უნდა იყოს, სასურველია რომ აღარ იყოს 3 საათზე უფრო გვიან. შემდეგი რჩევა შესაძლებელია გამოიყენოთ თეთრი ხმაური და ყურის საცობები. ხო, შესაძლებელია ეს თვალებზე ასაფარებელიც რომ იმისთვის რომ თუ საკმარის სიბნელე თუ არ არის გარშემო ხო, იმისთვის რომ ეს მიკრო აღზნებადობა შემცირდეს, ხმაურზე რეაგირება შემცირდეს და მნიშვნელოვანია მაგალითად თეთრი ხმაური ან სტაბილური რაღაცა, თუნდაც რაღაცა ხმაური ეხმარება დაძინებას, რადგან ადამიანის აუდიტორული სისტემა ნახევრად აქტიური რჩება ძილის დროს და ამიტომ თუ კი მოულოდნელი რაღაცა უცებ ხმაური იქნება, მიკროგაღვიძებებს გამოიწვევს და ღრმა ძილი იქნება არასტაბილური. ამიტომ არის რომ შესაძლებელია გამოყენება თეთრი ხმაურის ან რაღაცა ფონური ხმაური რაც არის, განსაკუთრებით თუ ხმაურიან გარემოში ხარ, ეგ მნიშვნელოვანია და ყურსაცობები კიდე იმისთვის რომ თუ ხმაურიანი გარემოა განსაკუთრებით და თავიდან უნდა აიცილო რა თქმა უნდა უეცარი ხმაურები რაც ყველაზე მეტად ხელს უშლის ჩაძინებას. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.